გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შინდიში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თემატიკის შესახებ მუზეუმის ასაშენებლად 88 კვადრატულ მეტრ ფართობ ტერიტორიას გადასცემს. საკითხზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. საბოლოოდ კი საკითხს მომდევნო კვირის პარასკევს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ. დეპუტატებს მოლოდინი აქვთ, რომ ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები დაჩქარებული წესით დაიწყება და ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ შინდისის გმირების შესახებ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გაიგონ. საკრებულოს წევრები შინდისის მუზეუმის არსებობის მნიშვნელობაზეც საუბრობენ. მერიდან შემოსულია საკითხი სახელმწიფოს ქონებს ეროვნულ სააგენტოს სასარგებლოდ უნდა მივატოვოთ მუნიციპალური ქონება. შემდეგში ქონებს ეროვნულ სააგენტო აღნიშნულ ქონებას გადაცემს თავდაცვის სამინისტროს სოფელ შინდისი გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოეწყობა მუზეუმი. კომისიამ ეს საკითხი განიხილა, ადგილზე შესწავლილი გვაქვს, დათვალიერებული გვაქვს და დადებითი დასკვნა იქნა დადებული და გავა საკრებულოს სხდომაზე. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი გმირების ქსოვლის უკდავსაყოფად, ჩვენი მომავალი თაობებისთვის, რომ იცოდეს ყველამ, რომ გმირები იყვნენ, რომლებმაც თავისი გმირობით მაგალითი მისცეს მომავალ თაობებსაც, დააჭიროს ჩვენ ქვეყანას ასეთი რაღაც, მაგრამ უნდა იცოდეს ყველამ, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ. დღეს განვიხილეთ მოკლედ სახელმწიფოსთვის გადაცემა ქონების, რომელიც ადგილასაც უნდა განთავსდეს ეს მუზეუმი და შემდგომი პროცედურები ალბათ დაჩქარდება და დაიწყება მალე ეს პროცედურა, მუზეუმი გაკეთდეს და ფუნქციონირება დაიწყოს.